ვაგრძელებ ისმაილ პერესის ვიდეოს ჩაწერას ოქროს გუმბათზე. რატომ ალბათ გაგიკვირდა და ესე პატარა ვიდეოები. პირველზე გამეთიშა, მეორეზე აქ ლაპარაკობდნენ და ხმაური იყო და იძულებული გავხდი. გამოსულიყავი და ის პატარა ნაწილი ამეტვირთა. ახლა კი შევეცდა მითავდება ახლა ერთ საათში ინტერნეტი. გაითიშება და ალბათ პატარა ნაწილის დადება მომიწევს ის რა და ამ ვიდეოს შემოკლება არ მინდა. ისეთი საინტერესო ამბებს ყვება ისმაილ პერესი და რასაც შევძლებ ახლა დავდებ, გადავთარგმნი და დავდებ და დანარჩენს შემდგომ როდესაც ინტერნეტს ჩავთავ. ისმაილ პერესი ამბობს, რომ მე მქონდაო საშუალება შეხვედროდიო ერთ სუპერ ჯარისკაცს აარონ კოლენს აარონ მაკკოლო. ეს აარონი მაკკოლო ყოფილა ჰიბრიდი ადამიანის და დელფინის. ის იყო მისი დნკ იყო შეჯვარედინებული დელფინის დნკ-სთან და ის მონაწილეობდა პროექტში სინგეიტ ვერ გავიგე ზუსტად. და ამ აარონის ამოცანა იყო დაეცვა წყალქვეშა კარიბჭეები. ხო, პროექტი სიგეიტი, მე არასდროს წარმოვთქი. და ეს იყო სუპერ ჯარისკაცი, რომელიც მონაწილეობდა პროექტ სიგეიტში. ჩვენ ოკეანეშიო არისო ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ძალიან ბევრი წარმომადგენელი სხვადასხვა წყალქვეშა ცივილიზაციებისო. მზის დაცვა არის საიდუმლო პროგრამის ნაწილი, მზის დამცველები უბრალოდ ეს ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ დაიცვათ ორბიტა მთვარე და მზის შორის, მაპატიეთ მთვარის და დედამიწის შორის. დაეცვა ორბიტა მთვარის და დედამიწის შორის. აგრეთვე მათ ამოცანაში შედიოდა ხალხის ტრანსპორტირება მარსზე და მთვარეზე. და როდესაც მოხდება განვითარებული წინწასული ტექნოლოგიების გადაცემა, მიიღებენ კოსმოსური ძალების დახმარებით. და რომ არა ეს პროგრამა მზის დაცვა ჩვენ დიდი ხნის წინ შემოგვეჭრებოდნენ დრაკონიელები და სხვადასხვა უარყოფითი უცხოპლანეტელები. ის სექტოიდები გამოჩნდა 70-იან წლებში კიდევ. ხო, 70-იან წლებში. ახლა კი გადავიდეთო, ამბობს ისმაილ პერესი პროექტზე მთვარის ჩრდილი. დიახ, იყო ასეთი პროექტი, არის თუ არა არ ვიცი, მთვარის ჩრდილი. ეს პროგრამა ფოკუსირდება გატაცებაზე და სწავლებაზე ისეთი ბავშვებისა, რომლებსაც გააჩნიათ ფსიქიკური პოტენციალი. ეს ბავშვებიო, რომლებიც გადიოდაო ჩემი ლაბორატორიითო, სადაც ეთყობა მუშაობდა პერესი, იყვნენო გატაცებულები სამხედროელების მიერ. და ეს ბავშვი ყველა იყვნენ ამ ბავშვებს ყველას ჩაუტარეს გენეტიკური მოდიფიკაცია ამ გატაცებულ ბავშვებს. ყველა ეს პროგრამებიო იყო დაკავშირებული 22 კონკურირებადი უცხოპლანეტელების ჰიბრიდული მკაცრად გასაიდუმლოებული პროგრამების შორის. ამდაგვარად ისინი იყვნენ, მათ ჩაუტარდა უпростоრად გენეტიკური მოდიფიკაცია, ასაკობრივი ცვლილებები, მეხსიერების წაშლა. ფაქტიურად ამ ბავშვების სხეულს უკეთებდნენ კლონირებას და მთელი ეს ცნობიერების მეხსიერება იქ იშლება და ასეთმა ბავშვებმა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ არც კი იციან თუ რა გაიარეს. მაგრამ სხეული ამ ბავშვების როდესაც ისინი ბრუნდებიან, უკვე არის
კლონირებული და ამ სხეული მათ მოაქვენ თან უკან ამ გადაცებული ბავშვების სხეული. ასე თქვა ისმაილ პერესმა. და ამ ბავშვებს ასწავლიდნენ ფსიქიკური ომის ჩატარებას პროგრამის საზღვრებში ვარსკვლავური კარიბჭეები. მაგათმა გაიარეს მომზადება უტონო, ესე იგი, როგორ გითხრათ, კოსმოსში ხომ როდესაც მოხდები გრავიტაციის ძალების ქვეშ კოსმონავტები ხომ დაფრინავენ ისა უტონო მდგომარეობაში არიან, სხეულს არ აქვს ტონა, ხო? აი ასეთ მდგომარეობაში ამ ბავშვებს ასწავლიდნენ ბრძოლას. დაასწავლიდნენ ენას ვარსკვლავთა საშორისო ფრენისთვის. და იმისთვის, რომ ასეთ სუპერჯარისკაცებს დაუბრუნონ მეხსიერება, მათ უნდა ჩააყვითიონ ჰიპნოზურ მდგომარეობაში. ისიც კითხვის ქვეშაა დაექვემდებარებიან თუ არა ისინი ამ ჰიპნოზს. პროექტი სარკის მიღმა. რა არის ეს, რაში შედგება ამ პროექტის აზრი? რუსულად ამ პროექტს ქვია პროექტ ზაზირკალიე, ანუ სარკის მიღმა. ეს პროექტი არის დროის ტექნოლოგია, რომელიც პროექტირებას უკეთებს ცალკე ადამიანებს. ამ პროექტში დროის ტექნოლოგია იყო როგორ გითხრათ, задействована რუსულად. ესე იგი, ამ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყეს ხელსაწყოს დახმარებით, რომლებიც აძლევდა საშუალებას მაყურებლებს, იქ მყოფ, იქ დამსწრებ მაყურებლებს ეჩვენებინათ ამ ვისაც აინტერესებდათ დაუშვათ დროის ხაზები წარსულში, მომავალში, ეს ხელსაწყო აჩვენებდა ამათ, ამ დაინტერესებულ პირებს, თუ რა ხდებოდა ამ ხაზებზე, ამ დროის ხაზებზე. და ეს ასეთი ადგილი იყო თეთრი სახლის ადგილას, სადაც ხდებოდა ეს ყველაფერი, სადაც იდგა ეს აპარატი, ეს ხელსაწყო. ხო, და ეს მოგზაურობა დროში დაამუშავა ტესლამ. სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა კაბალა 30 წლით ადრე. სანამ სამხედრო სამრეწველო კომპანიამ ჩაიგდო ხელში წვდომა ამის მიმართ. ხო, ეს ხელსაწყო მუშაობს კვანტური რეზონანსის პრინციპზე, კიდევ გავიმეორებ, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ჩემი ნათქვამი გამოთქმით კარგად. კვანტური რეზონანსის პრინციპზე. ეს ტექნოლოგია, ეს ხელსაწყო მუშაობს კვანტური რეზონანსის პრინციპზე. ამ ხელსაწყოს აქვს გათანამედროვებული პლაზმური გოლები, რომელიც ეხმარება შეიჭვრიტო დროის ფარდის მიღმა. სავარაუდოდ ეს ხელსაწყო, ეს ტექნოლოგია იყო დეაქტივირებული, ესე იგი, გათიშული 2000 წლების დასაწყისში. ხო, აქტივაცია ხომ იცით რა? ესე იგი, აქ 2000 წლებში კი მოხდა დეაქტივაცია ამ ხელსაწყოს, ამ დროის მანქნის დეაქტივაცია. რადგან გააცნობიერეს, რომ ყველა დროის ხაზს, ესე იგი, გააცნობიერეს, რომ ყველა დროის ხაზს მიყავხარ გამოხვიძებისკენ. თავარ გამოხვიძებისკენ. მოვლენისკენ
რომლის შეჩერება კაბალას ძალებს, რომლებსაც არ უნდათ, რომ ეს მოვლენა მოხდეს, შეუძლებელია. ხო, ამას მიხდნენ, რომ სისულელია ჩაერიო დროის ხაზის მოვლენებში. ყველაფერს მიუხედავად, რა მანიპულაციაც არ უნდა ჩაატარონ, ეს არის ტყუილად ენერგიის და დროის ფუჭად ხარჯი მათთვის. და როდესაც მან გაიგეს, რომ რამდენიმე დროის ხაზი შეეწყმა ერთმანეთს და მივიდნენ იმ წერტილამდე, როდესაც რომლის აღთქმა შეიძლება როგორც პლანეტარული მასიური გამოღვიძება, ეს ის მოვლენა აღმოჩნდა, რომლის შეჩერება ამ პლანეტარული განვითარების მტრებმა ვერ შეძლეს. ყველაფერს მიუხედავად, ოქროს საუკუნე, კაცობრიობის ოქროს საუკუნე არის გარდაუვალი. და ეს ამას უნდა ამ ყველაფრის გამო უნდა უმადლოდეთ ტესლას და ალიანსს. ხო, ახლა ისმაილ პერესი ამბობს, მოდით გავისაუბროთ პროექტ მონტოგზე. პროექტი მონტოგი ახსენა და პროექტ მონტოგზე ისაუბრა ბევრი პენი ბრედლიმ თავის ინტერვიუში. 12 ინტერვიუ მე მაქვს გადათარგმნილი და დადებული ჩემარხზე სამყაროს შვილები. მაქვს 2 საგაც დადებული, მაგრამ ეს 12 ინტერვიუ არის უფრო ვრცელი მონაყოლი პენი ბრედლისა და ეს ინტერვიუ თარგმნა ალექსანდრ ჩერკასოვმა და ეს ინტერვიუ მე გადათარგმნე არხ ასტრალიონიკიდან. არის აგრეთვე 20 და უკან არხზე 20 და უკან პენი ბრედლის რამდენიმე საგა, მაგრამ მე გადავთარგმნე 2, რადგან იქ რობოტი საუბრობს და რობოტი მე რუსული ვიცი, იმიტომ შესაბამებს ხვდებოდი, თორემ მე სიცოცხლე იყო, იმიტომ რომ მე სრული 12 ინტერვიუს სრული 12 ინტერვიუ მაქვს გადათარგმნილი და დადებული. ისიც ალბათ იქაც შესწონები მექნება მე საუბრის დროს, ხო და რადგან თვალში მაგრია და საგამით უმეტეს ძალიან რთული გადასათარგმნია, ძალიან დიდი გასაგებია, რადგან ყველაფერი არეული ერთმანეთში, ყველა შემთხვევები მისი ცხოვრებიდან და აქ არის დაწყობილად მე რაც მას გადათარგმნილი. ხო. პროექტი მონტოგი იყო დაფუძნებული ამერიკის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, შეიძლება ითქვას ნიუ-იორკში, ავიაბაზა მონტოგში, უფრო სწორად ავიაბაზა მონტოგში დედამიწის ზედაპირზე იყო ავიაბაზა და ავიაბაზის მიწისქვეშ იყო ბაზა განლაგებული, მონტოგის ბაზა, საიდუმლო. და ეს პროექტი იყო გაგრძელება ფილადელფიის ექსპერიმენტისა. ახლა ყველას არ გეცოდინებათ რა არის ფილადელფიის ექსპერიმენტი. ინტერნეტში კი ისე ამაზე ბევრი თქმული. ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარეს ალბერტ ეინშტაინმა. ეს გონი თუ არ ვცდები 30-იან წლებში მოხდა, როდესაც გემი გაუჩინარეს. აქ მოხდა გადაადგილება სამ გემის და გემი და ცოცხალი არსებები, ვინც იყო გემზე, მე გულისხმობ პერსონალს, მატროსებს, მაპატიეთ უცებ არ გამახსენდა ქართულად რა ქვია, მეზღვაურები, ხო? ყველა მეზღვაურები, უფროსები, ვინც კი აქ იყო, მხოლოდ 4 გადარჩა, 4, რადგან გადახდნენ წყალში, ან თუ გადავარდნენ წყალში, არ ვიცი, არ მახსოვს უცად მე. და როდესაც ეს გემი ნახეს,
საშინელი საყურებელი იყო. რატომ? ამ გადაადგილების დროს მოხდა დაშლა მოლეკულურ დონემდე, ატომურ დონემდე და როდესაც ეს ყველაფერი დაიშალა და გადაადგილების შემთხვევაში იქ ახალ ადგილზე ეს ყველაფერი ისევ აეწყო, აქ მოხდა შერევა ცოცხალი ორგანოების და უსულსაგნების და კედლებში გემის კორპუსში იყო გაჭედილი ადამიანების თავი, ხელები, ფეხები. ძალიან საშინელი სანახავი იყო. არ გამოუვიდათ ეს ექსპერიმენტი. და რცლად თუ გინდათ, ალბათ შეიყვანეთ და მოძებნეთ, შეიყვანეთ ტექსტი და ალბათ ინტერნეტი ამოგიდეთ თუ ქართულად არის, თორე და რუსულად არის ვიცი, თორე მე მაქვს მოსმენილი. ხო და ეს მონტოკი, ეს პროექტი მონტოკი იყო შექმნილი იმისათვის, რომ შეესწავლათ სივრცეთა შორისო კარიბჭეები. ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ დროში მოგზაურობით, ექსპერიმენტები გონების გაკონტროლებაზე, გონების გაკონტროლების ცდილობაზე, არადამიანულ ინტელექტთან კონტაქტი, манипуляციების დახმარებით, სიხშირეების манипуляციის დახმარებით. და ზოგი ამტკიცებდნენ, რომ მონტოკი გახდა ადგილად, სადაც ქმნიდნენ დროებით დროის ხაზებს. და ეს სიმართლეა. ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ სანამ აგებდნენ კოლაიდერს, ალბათ გეცოდინება და ვინც არის ის მათვის ვიტყვი მიწის ქვეშ თუ არ ცდები 150 მეტრის სიღრმეში, ადგილი არ მახსოვს ზუსტად, სად ეს გონი ევროპაში მოხდა, ააშენეს, შექმნეს ანდროიდული კოლაიდერი, მაგრამ მე არ მახსოვს ზუსტად რა ფუნქციას ასრულებს ეს დანადგარი. მე არც დავარქვა მაგას. შეიძლება დანადგარი სხვა სახელწოდება აქვს. ანდროიდული კოლაიდერი. ხო და დრაკონიელებმაც, ყველა ეს გერმანელებიც, პენისბრედის ნაამბობით ვიცი, პენისბრედის მონაწილეობდა ამ პროგრამაში, მონტოკის პროექტში. და აქედან ვიცი, გერმანელები დრაკონელებთან ერთად ცდილობდნენ შეექმნათ ახალი დროის ხაზები, მოეძებნათ კარიბჭეები და საშინელება იყო ის პენი რო ყვება, როგორ აწამებდნენ ბავშვებს. საშინელება. მაგრამ იცით რა, თითქმის ყველამ გაიარა ეს გზა. ჩვენ უბრალოდ არ გვახსოვს. და ზოგჯერ გონიათ სიზმარი, რაღაც კოშმარები, როდესაც გვესიზმრება. სინამდვილეში სიზმარი არ არსებობს. ჩვენ როდესაც ვიცინებთ, ჩვენ დროებით ვტებით და ჩვენი სული დადის და აკითხავს იმ ადგილებს. თუ არა და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად თქვენ თუ ფილმებში გინახიათ სტაზისური კაფსულები, სადაც იძინებენ და შემდეგ გადაადგილდებიან სხვა სხეულებში. ფილმი ავატარი. უბრალო მაგალითი, ფილმი ავატარი თუ გაქვთ ნანახი. აი ამდაგვარად ხდება გადმოტანა სულისა ერთი სხეულიდან მეორეში და ბევრი ასეთი წარმომადგენელი დღეს იმყოფება დედამიწაზე. მისი ნამდვილი სხეული სტაზისურ მდგომარეობაშია, ის კი დედამიწელების სხეულში ასრულებს თავის მისიას. ხო, პროექტ მონტოკში იყვნენ ჩართული კლონები, ბობები.
მე არ ვიცი ეს კლონები ბობები რას ნიშნავს, ალბათ ახლა ახსნის. ბევრი ცნობილი ადამიანები, ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, ნებისმიერი ცნობილი ადამიანის კლონები იყო შექმნილი. მაგალითად, ბრიტნი სპირსაც ყავსო კლონები. იცით რა, მე მაქვს დადებული 5 ვიდეო, მარშალ სახელი არ გვარი არ მახსოვს, ხო? 5 ვიდეო ამ მარშალის ნათქვამი და ის ყვება თუ როგორ აიძულებდნენ მომღერლებს, მსახიობებს შეექმნათ კლონები. ყვება თავის ისტორიას ეს. თითქმის ყველა ცნობილი პიროვნებები, ყველა ქვეყნებისა უпростоრად ახლა არითი განვითარების გზაზე მდგარი ქვეყნების ლიდერები თუ იყვნენ ამაში გარეული, მაგრამ ყველა განვითარებული ქვეყნის ლიდერები იყვნენ ამაში გარეული, ეს ვიცი ზუსტად. სკეროპუტინსკია ნახსენები. პუტინი ამას ყველაფერს მართავდა ელიზაბეტი, დედოფალი ელიზაბეტი, ინგლისის დედოფალი. ჯასტინ ბიბერსაც ყავს კლონები, მარაიასაც ყავს კლონები, ბასკეტბოლისტებსაც ყავთ კლონები, ვინც მაღალ ლიგას წარმოადგენს, ყველას ყავს მაგათ კლონები. ჰიბრიდული პროგრამები აგრეთვე იყო დაკავშირებული რუხ უცხოპლანეტელებთან, რეპტილიური თანებლებთან. რაც შეეხება რუხებს, რუხები ყოველთვის იყვნენო ამ რეპტილოიდების მსახურები. რეპტილოიდები მართავდნენ რუხებს როგორც რობოტებს. საქმე იმაშია, რომ მალე გამეთიშება ინტერნეტი და დიდ ვიდეოს ვერ ჩავწერ, არადა ძალიან საინტერესო ვიდეოა. არა, მე არ დავწერ. დაწერის კითხვა მე მიჭირს, რადგან კატარაქტა მაქვს და არეული მოსხედელობა და ისეთი საინტერესო ვიდეო დანარჩენს მე ჩავწერ, როდესაც ინტერნეტს ამას არ წავშლი, შევინახავ. მე ასე რაღაცებს ვინახავ ტელეფონში. ტელეფონზე არა, შიგნით. თუმცა იმასაც მე აქვს მეხსელების ადგილი, მაგრამ ხო, ყველაფერს ვინახავ საინტერესოს YouTube-ზე. YouTube-ზე არის, ხო ვიცი თქვენ როგორ შეიძლება შენახვა ვიდეოების, ხო? YouTube-ზე ვინახავ, თუმცა იგიც იკავებს ტელეფონის მეხსელებას. მაგრამ რა ვქნა? მე ჩივს უყიდი და ახლა თუ მოვასწარი მე ამის ადვირთვა, კარგი იქნება. ამიტომ ისევ წყვეთ ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ შემდგომში უფრო საინტერესო კიდე სხვა პროექტებზე იქნება საუბარი, არ მინდა მე არც ერთი ეს ამოვჭრა. ამიტომ მოდით დროებით